რა ასაკში ეწყება გოგონას პირველი menstruatsiya, როდის იწყება სქესობრივი მომწიფება, რას უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა და რა შემთხვევაში უნდა მიმართოს ექიმს. ეს კითხვები ძალიან ბევრს აინტერესებს და ამიტომ ყველა მათგანს ახლავე ვუპასუხებ. პირველი menstruatsiya გოგონას ეწყება 11-დან 14 წლამდე ასაკში. დაახლოებით 3 წლით ადრე იწყება სქესობრივი მომწიფება, რაც გამოიხატება მეორადი სასქესო ნიშნების გაჩენით. იზრდება სარძევე ჯირკვლები, ჩნდება თმიანი საფარველი იღლიებში, ბოქვენზე. შესაძლოა ოფლმა მიიღოს სპეციფიური სუნი, ისეთი როგორიც მას ადრე არ ჰქონდა. აღნიშნული ნიშნების გამოვლენიდან დაახლოებით 2-3 წელიწადში იწყება პირველი menstruatsiya, რომელსაც მენარქეს უწოდებენ. რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება? თუ ჩემს მიერ ჩამოთვლილი მეორადი სასქესო ნიშნები გამოვლინდა 8 წლის ასაკამდე. თუ მეორადი სასქესო ნიშნები არ გამოვლინდა 14 წლის ასაკამდე. თუ menstruatsiებს შორის ინტერვალი 21 დღეზე ნაკლებია, ან 45 დღეზე მეტია. მშობელმა ექიმს უნდა მიმართოს მაშინ, თუ მან შეამჩნია აღნიშნული ცვლილებები. და ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ ყველაფერი ნორმალურადაა და გოგონას დაეწყო პირველი menstruatsiya.